მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე. სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. დღეს პარასკევია და ჩემთან ერთად არის დათო ზურაბიშვილი, რომელსაც ასევე მივესალმებით. დათო, გამარჯობა. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელებს, ჩვენს მაყურებლებს. ხო, დღეს ამ წლის ბოლო პარასკევის რეზიუმე გვაქვს, ასე ვთქვათ. ხო, მე ორშაბათს კიდევ შევხვდები მაყურებლებს რეზიუმეში, მაგრამ შენ რადგან წელს ბოლოს ჯერ ხვდები ჩვენს რადიოს მაყურებლებს, ერთგვარად წელი შევაჯამოთ. ხო, რა ვიცი, ალბათ ეხლა მომავალ წელზეც ვისაუბროთ. ეს ერთადერთი რაც სადაც კონსენსუსი იქნება, ალბათ, მე მგონი აბსოლუტურად მიუხედავად იმისა, ვის რა პოლიტიკური სიმპათიები აქვს, ვის მხარეს არის, ეს იყო ცუდი წელი. ძალიან მარტივად ყველასთვის. ხელისუფლებისთვისაც ცუდია, მე ისინი არ ამგონია იყვნენ კმაყოფილი ამ ბოლოს და ბოლოს ეს 50 აკაც უკვე არ ჩერდება. მარტო ყველაფერს თავი დავანებოთ. 50 ეგენი ეძახიან, რა კანონებს არღებულობენ, რა რეპრესიულ ზომებს არ მიმართეს, ერთ სტალინურ მეთოდებზე არ გადასულან. ჯერჯერობით, თორემ სხვა ყველაფერი გწადეს და მაინც გრძელდება. ანუ ეს დურღილი საზოგადოების წინააღმდეგობა ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ მთელი წელი გრძელდება. ამის გამო ხელისუფლება ნამდვილად არ არის ბედნიერი. პლუს ხელისუფლებისთვის არ არის ამდენად რაც არ უნდა ყინჩად იყვნენ და იძახონ რომ აი დიტო სამხარაძემ რამდენიც არ უნდა იძახოს რომ ეიფელის კოშკზე რაღაც ორი კაცის კოცნაობას მირჩევნია რაღაცა ძუყნურში ვიჯდებო. სინამდვილეში არ ურჩევნია. ალაზანზე რო ხოხობი შეიფრთხე. ხო, ალაზანზე ხოხობი და ეს პოეზია კარგია, მაგრამ რეალურად ეს იზოლაცია არის ცუდი მათთვისაც და არ სიამოვნებდეს არ მოწონდა. პლუს კიდე ეკონომიკა. ეკონომიკაში ასეთი იზოლაცია რო კრიზისის მაუწყებელი და უკვე კრიზისის პირასა ვარ და იგივე ბოლოს ეს კობახიძის კიდევ ხარ შევარდა სუპერმარკეტებში ნაჯახით, მანამდე უნივერსიტეტებში შევარდა, ანუ აი ფასებია თურმე გაძვირებული, რაზედაც ადრე სულიყო ლაპარაკი და დასცინოდნენ ამის თქმელებს, ასე ვთქვათ, იგივე პარლამენტშიც. ანუ ესეც მეტყველებს რომ შეშფოთებული არიან, მათ ჭირდებათ რაღაცა პოზიტივი, რაღაცა საზოგადოების მიაწოდონ ის, რაც ეხლა მარტო მაჩუახალაიასგან კიდევ ერთხელ ბუას გამოყვანით. რა თქმა უნდა, ისინი ბერშოებს ვერ მოიგებენ, ეხლა მე რამდენი წინასახალწო დადაგადაწყვეტეს. ესენია, ნუ ჩვენ ეხლა ვინც ის დემოკრატიული და ლიბერალური და ნორმალური საზოგადოება, მოდი ასე დავარქვი, ხარ ნორმალური შეიძლება ცუდი სიტყვა ამ შემთხვევაში, მაგრამ მე მგონია რომ ნორმალური სწორედ ის საზოგადოება, ვისაც უნდა საქართველოს ევროკავშირში საქართველოს უსაფრთხოება, კეთილდღეობა და განვითარება სწორედ ევროპულ გზაში ეგულება, არ ამგონია ეს საზოგადოებაც იყოს კმაყოფილი იმითი, რაც 2025 წელს ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხანგრძლივი წინააღმდეგობა კვლავ გრძელდება, მაგრამ დემოკრატიის უკუსულა ასეთი თვალსაჩინო არ ყოფილა არასდროს ჯერ. აი აშკარა. ხო, წელს ვამთავრებთ ყოველად აბსურდული კანონით, რომელიც ტროტუარზე დგომას ეს საერთოდ რაღაც სასწაული კანონია, მე მაგალითად ეხა ის რა თქმა უნდა იმას არ ვეთანხმები რომ ქუჩის გადაკეტვაზე იყო 5000 ლარი ჯარიმა და მეც ციხე რო დააწესეს, მაგრამ ისო ზოგადად ქუჩა მანქანების სავალი ნაწილი არ უნდა გადაკეთდეს ცოტა ადამიანმა, ამას ვეთანხმები. ხო, ეს ლოგიკურია ხო, ყველა ქვეყანაში ასეა რომ თუ აქცია ეტევა ტროტუარზე ის ქუჩ გზა არ უნდა გადაკეთოს, სადაც მანქანები დადიან და გასაგებია ხა. ან თუ გადაკეთდა რაღაცა სანქცია გექნება. ხო, და რაღაცა დაგაჯარიმებენ ან რაღაცა, მაგრამ აბათ თუ გასაგებია რომ ხა უაზრო სანქციები დაწესეს, მაგრამ ზოგადად იდეა გასაგებია და სწორია, მაგრამ აი რაც შეეხება ტროტუარზე. ხო, ეს არის აი კუინტენსენცია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიგორებ, კაცო, ანუ ის გზა არ გადაკეტო, გეუბნები, იმიტომ რომ ტროტუარზე ეტევიო. და ტროტუარზე თუ მეტევი რაღაც მერჩი, ხო, ტროტუარზე რაღაც მერჩია. იმდენად აბსურდულია ეს კანონი, რომელიც მათ მიიღეს, მე მგონი მოსამართლეც დაიბნა ბოლოს ეხა პროცესი რო იყო, გადადო განაჩენის გამოტანა, იმიტომ რომ ნეტყობა ვერ მონახა რაღაც ფორმულირება, იდეა რომ რაღაც სასაცილოდ არ გაუხდეს საქმე, მე შემდგომში. ეხა მე რა ამიკვირს ერთადერთი, აი ამ ასეთ კანონებს რო იღებენ. Ну, გასაგებია რომ დასავლეთის აზრი ვენეციის კომისიიდან დაწყებული სტრასბურგი და ვიცი, მეგონი ფეხებზე კიდიათ ასეთ კანონებს რო იღებენ, ხო? ამ მოსამართლეზე სხვათა შორის გუშინ მიყვებოდა ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც რუსთაველზეს ძალიან საინტერესო რამეს, რომ ცეკვავაზეა, ხო? ამას აწერენ სულ ამ ჯარიმების საქმეს. თუ ცაცვა არ მახსოვს. ხო, ერთი ცაცვა, მეორე ცეკვავა და
ეხლა თუ ვისამართო ამ ტროტუარზე, ამასაც მოუვიდა რაღაც შეტყობინება. და ადრე იყო ამ გზის გადაკეტვაზე გასამართლებული და ძალიან მინდაო რომ ცეკვასთან მოვხვდეო. და რატომ მეთქი და აი როცა გზის გადაკეტვაზე მასამართლებდაო, 5000 ლარიანი ჯამი და 14 დღიანი მე პატიმრობა რომ მიუსაჯეს ხალხს. რომ მასამართლებდაო, მაშინ რომ უთხარიო რომ კი მაგრამო სად წავიდეო, აბაო სად გავაპროტესტეო, ცეკვა მითხრაო რომ ტროტუარზე დადაკიო, ტროტუარზე დგომა ხო არ არის აკრძალულიო. ხო და ეხლა ტროტუარის გამო რომ დამიჭერს, მაგას მინდა დამიჭიროს ტროტუარის გამო რა. იმიტომ რომ ნუ ეხლა წარმოიდგინე ხა თვითონ მოსამართლესაც კი ვერ წარმოედგინა მაშინ რომ ტროტუარზე დგომასაც აკრძალავდა და ხალხს ასამართლებდა და ეუბნებოდა რომ გზაზე ნუ დგახართ, ტროტუარზე ხო არ არის დგომა აკრძალო და ტროტუარზე იდექით. ეს იყო მისი მთავარი არგუმენტი და ეხლა რომ მიუყვანეს, ეხლა მიუყვანეს ამ მოსამართლეს ხალხი, რომელიც უკვე ტროტუარზე დგომის გამოც უნდა დაიჭიროს. ხო რა, ეხლა ბანკის კი არა რომ აი მაგ ვითომ ფორმულირება როგორ არის რომ ვითომ გადაადგილებაში უშლის ხელს. ასე შევს ვერ მიდის იქ კვირაში რამდენჯერმე მივდივარ მეც ხოლმე რუსთაველზე და არ არსებობს რომ გადაადგილებაში მესხელი შეეშალოს. არ არსებობს იქ ხალხი დადის ჩვეულებრივად დადის ხალხი გან. ხო? თან წარმოიდგინე როგორი აბსურდული რაღაცაა, ხო? გზას როცა კეტავ, მაშინ გეუბნებია რომ თუ ბევრი ხარო, მაშინ შეგიძლია გზა გადაკეტო, თუ ტროტუარზე ვერ ეტევიო. და აქ ტროტუარზეც იგივე გითხრას რომ თუ ბევრი ხარო, მაშინ გადაკეტო, თუ ბევრი ვარ, მით უმეტეს ვერ გაივლის ადამიანი ტროტუარზე, ხო? მან პირიქით არის მაშინ ცოტა თუ არ უნდა დამაჯარო, ცოტა თუ არ უნდა დამაჯარო. ხალხური გამოთქმა რო აი მიზეზი სულ აბსურდში შევიდნენ და დროს ბარილია კლიავ ეგა. არა, ნუ ეს ისეთი აბსურდია რომ აი მე ერთხელ დავწერე Facebook-ზე რომ ანეკდოტად დარჩება ამ ხელისუფლების რაღაც აი კოშმარულ რაღაც იმებზე რა ქვია. კი, რაღაცა ასლისმერი კურიოზებად მოიყვება. როგორც ესეთი თავარი კურიოზი ქართული ოცნება ისტორიაში შევა ხელისუფლებას, რომელსაც ტროტუარზე დგომა აკრძალა. კი, ეს მე აი ეს დარჩება, ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. 100 წლის მერე ხალხი გაიხსენებს ამ ამბავს. მე ეგეთი ხელისუფლება. იმიტომ რომ ამათ საერთოდ ჩემი დაკვირვებით აქვს ეგეთი განცდა რომ მარადიულად იქნებიან ხელისუფლებაში და მე ისტორია იქნება ისეთი როგორც ეგენი დაგვიწერენ. ნუ ეთყობა ეს აქ ნუ რაღაც ის ზაზა შატირიშვილი დაწერს, ხო? ხო, ზაზა შატირიშვილი. ეგეთ რამე არ ხდება. ისტორიაზე არავის გაუმარჯვია. შეიძლება შენს ხალხზე გაიმარჯვო რაღაცი პერიოდი, შენი ხალხი ტყვეობაში ამყოფო, როგორც საბჭოთა დროს იყო და სტალინის ეს ახლა ეგონა რომ ის იყო ქვეყნის ის. ყველას გონია მერაბრომ ამოქაჩავს ეკონომიკით. ანუ ყველას გონია რა, რომ ვიცი რა ეს კი ყველაფერს ვაკეთებ ამას, მაგრამ მე ჩემი თუ გამივიდა მე წამოვა ფული, წამოვა ინვესტიციები, ეკონომიკა აყვავდება, ხალხი კარგად იცხოვრება, უთեղებზე ეკიდება, იქ რამდენი აკაცუკი სადიდი. აი ასე ისტორიას არ ეკიდება. არა რა თქმა უნდა, ისტორია ამ სიგიჟეებს რაც ეხლა მათ აკეთებს. რა თქმა უნდა, არ მოხდება. არა, სხვა ასე არ მოხდება უბრალოდ. და ასე არასდროს არ ხდება. არასდროს არ ხდება, რაც არ უნდა მოხდეს, როგორაც არ უნდა აყვავდეს, ოდესღაც ეს ქვეყანა, აი ეს რაც ხდება, რა თქმა უნდა, ეს დარჩება ყველა ვარიანტში ისტორიაში. სულ ერთია და რომელი ხელისუფლების დროს მოხდება ეს ამბავი. პინოჩეტის დროს მაგალითად ვამბობ, ეხლა ეს ძალიან ბევრი უკლია თამას ეკონომიკური თვალსაზრისით და გინდას პოლიტიკური თვალსაზრისით პინოჩეტამდე. ძალიან ბევრი. პინოჩეტის დროს იყო სერიოზული დიქტატურა, თუმცა ეკონომიკურად მაშინ ძალიან წინ წაიწია ჩილემ, ხო? არავის არ დავიწყებიეს პინოჩეტი ჩილეში, პინოჩეტის ასე ვთქვათ, ეს დიქტატურის დროს რომ ათასობით ადამიანი იყო დაღუპული და დაჭერილი და ის კანონები, რომელიც მაშინ მიიღეს და უფრო მეტიც, ოდესაც ჩატარდა გამოკითხვა, რომ ვინ არის ყველაზე დიდი ჩილელი, ესე იგი ჩილეს მოქალაქე, ხალხის უმრავლესობამ დაასახელა სალვადორ ალიენდე. ანუ დიქტატურა პინოჩეტის მიერ დამხობილი პრეზიდენტი. ასეა. იმიტომ რომ ასე ისტორია მასე გადაწყვიტა, შემდეგ ხალხმა ასე გადაწყვიტა, იმიტომ რომ ის ეკონომიკური კეთილდღეობა რაც მოვიდა შემდეგ ასე თუ ისე და მე ამას მოყვა მე კიდე სხვადასხვა ფაქტორების გამო ხალხმაც იბრძოლა, თუნდაც შორის ხშირად ვაკეთებ ხოლმე ამ ანალოგიას ჩვენ სიტუაციასთან. წელები და ერთ წელიწადზე წელიწადნახევარი დაჭირდა პინოჩეტის თუმცა პინოჩეტმა გამოაცხადა რაღაცა რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტა, ამისო გაეგრძელებინავა და ხალხი ერთ წელიწადნახევარი იდგა ქუჩაში. და გრძელდებოდა მუდმივად ზეწოლა ხელისუფლებას. ნუ მაშინ კიდე სხვა ფაქტორებიც იყო და ბოლოს გაიმარჯვა იმ ხალხმა. და მე 92 წლის ასაკში გაასამართლეს. მე ბოლოს მაინც გაასამართლეს. 92 წლის ასაკში. აი, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები მას ძალიან იცავდნენ. თავის დროზე და ერთხელ ესპანეთში რო დააპატიმრეს, ესპანეთში დააპატიმრეს ერთი პერიოდი,
იქ იმყოფებოდა და მარგარეტ ტეტჩერი პენსიაზე გასული გამოვიდა და ესე იგი იმანაც კითხვა რომ ასპია პინოჩეს როგორ იჭერტო კაცო მაგაც ჩვენ დავპირდით თავის დროზე ძლივს გავუშვით აი დაახლოებით ეგ იყო იმიტომ რომ მაგ პირობით იყო რა უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა ხო ამ პირობით წავიდა რომ არ დაიჭერდნენ მაინც მიუსაჯეს ბოლოში მაგრამ მაგას თავი დავანებოთ ისტორიაში შევიდა უფრო ის როგორც დიქტატორი და როგორც ასე ვთქვათ ის ადამიანის უფლებების დამრღვევი და არა როგორც რაღაცა პოზიტიური ფიგურა და აქ ეხლა ჩვენ რომელიც ძალიან დამოკიდებული ვართ კონიუნქტურაზე საერთაშორისო კონიუნქტურაზე იმიტომ რომ ჩვენი ეკონომიკის მთავარი მასაზრდოებელი არის სატრანზიტო ფუნქცია და სატრანზიტო ფუნქციის სიმყარე გაპირობებული იყო დასავლეთთან კარგი ურთიერთობით დასავლური ინვესტიცია და ევროპულ სივრცეში ჩვენი ინტეგრაცია ჩვენი ეკონომიკის ასე ვთქვათ განვითარების მთავარი პირობა არა რუსეთთან მიბმა და მით უმეტეს რაღაც ეს მითიური რაღაც წარმოდგენები რაღაც არაბულ სამყაროზე და ჩინეთზე და ცენტრალურ აზიაზე თითქოს ისინი აგვაშენებენ ეხლა თუ შენ დასავლეთთან არ ახარ კარგად არც იმათ არ აინტერესებდა თუ დასავლეთთან კარგად ხარ მაშინ რა თქმა უნდა ჩინეთთან ურთიერთობაც ძალიან მნიშვნელოვანია არაბულ სამყაროსთანაც ცენტრალურ აზიასთან და ყველაფერი მაგრამ ამის წინაპირობა შენ ინტეგრაცია დასავლეთში ეხლა ეს არის აღარასაც მე ვლაპარაკობ ისეთი ელემენტარული პოლიტიკური რაღაცა ფონი და ბაქტი რომელიც ეხლა როგორი ტიპიც არ უნდა იყოს ხელისუფალი გინდა ნიშა გერქვას გინდა ბიზინა გერქვას და გინდა სილიბისტრო ნუ არა მნიშვნელობა ვინ ახარ ეს უბრალოდ აი მოცემულობა ეს ასია სხვანაირად არ არსებობს და ჩვენ ახლა დღეს ვართ რა სიტუაციაში და ამ წელიწადში აი ეს იყო ერთ-ერთი ჩემი აზრით ძალიან საგანგაშო ტენდენცია უბრალოდ არ ესმით ეს ხელისუფლებაში ის კი არ არის ბწუდები არიან ბოროტები და ნუ ეს თავისთავად რაღაცა კარგი რამდენი კარგზე და ცუძეც არ ვაგო ელემენტარული რაღაცა არის ამ ხალხმა აი როგორ გითხრათ ეხლა მათემატიკაში აი გამრავლების ტაბულის დონეზე არ ესმით სახელმწიფოს ფუნქცია და საერთაშორისო კონიუნქტურა და ეს არ ცოდნა არ არის არ ცოდვა ანუ ეს ისეთი არ ცოდნაა რომელსაც შეიძლება ძალიან დიდ უბედურებას გადაყაროს იმიტომ რომ იმ ფრონტალურ დაპირისპირებაში რომელშიც ხელისუფლება შესულია დღეს საზოგადოებასთან და ეს საზოგადოებასთან დაპირისპირებაში შესულა და არა რაღაც ძალიან მცირე ჯგუფთან ეს ძალიან დიდია ის ფენა პრაქტიკულად თელი საშუალო ფენა რაც არის საზოგადოების მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის ხელისუფლების ოპონენტი და უბრალოდ ოპონირების რეჟიმში კი არ არის ოპონირების რეჟიმი ნორმალურია ტრული რეჟიმშია სანქტურის ასოციაციო დაპირისპირებაში აქვს ყავს გადაყვანილი და ამ დაპირისპირების ინიციატორი არის თვითონ და ხალხი კი არ არის და ეს სფერო კი ოპოზიცია კი არ არის ამ ასეთ დაპირისპირების ინიციატორი ხელისუფლება მათგან მოაცხადეს ესენი უსამშობლოება ტრება და რა ვიცი არ აკეთებენ არანაირ დივერსიფიკაციას თუნდაც რომ კონსტრუქციულ ოპოზიციას ეძახიან ყურმოჭრილ მონებს მხოლოდ რომელიც ყველა მიწისთან მათი ყურმოჭრილი მონები როა მაგალითად ფრიდონ ინჯიას ეძახიან კონსტრუქციულ ოპოზიციას ახლა ასეთ დონეზეა და ამან ყველაფერმა ქვეყანა შეიძლება მიიყვანოს ძალიან ძიმე შედეგებამდე ისეთ ძიმე შედეგებამდე რომელსაც თვითონ ეს ხელისუფლებას ვერ გაუძლებს მაგრამ ქვეყანა ძალიან ძიმე დღეს შეიძლება ჩავხერდეს და მე მგონი ახლა მომავალი წლისთვის ალბათ ოპოზიციური საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი მთელი საზოგადოება სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე თუ რატო ვერ ხერხდება ამ სიტუაციის ასე თუ ისე შემოbrunება ხო და გადავიდეთ ოპოზიციაზე ხელისუფლებაზე ბევრი ვილაპარაკეთ ხო და გადავიდეთ ახლა ოპოზიციაზე იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაც ხდება ერთი არის ხელისუფლებას რა უნდა და ნუ გასაგებია რა უნდა ფაქტობრივად არ არის ეს პლანი გასაგებია არ მაგეს ხო ეს კი სამუდამოდ დარჩენა რა უნდა დარჩენა და მაგათი მიზანი და ნუ და საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ უფლებას აქვს ყველაფერი ხელში ძალაუფლება ფინანსები რა ყველანაირი ასე ვთქვათ ბერკეტი ეხა საერთოდ რაც კი მათ კონტროლის გარეშეა ცდილობენ იმის ასე ვთქვათ ჩახშობასაც და სულ ხშირად ვიმეორებ ეხა იმ რუსული კანონის ერთადერთი მიზეზი მიღების რაც იყო ის იყო რომ ერთ-ერთი ფული რომელიც ქვეყანაში ტრიალებდა და ბიზნესა ვერ აკონტროლებდა იყო ეს დასავლური გრანტები დარჩენ ყველა ფინანსები კონტროლდება. შესაბამისად, ნუ ამ ხრივ ახლა მეტნაკლებად მოაგვარეს და კიდევ უფრო გაიმყარეს. ხო, შიგნით გუნჩიც წმენდა დაიწყეს. ახლა კი ამბობენ, რომ ესო შიგნით კლანებს შორის დაპირისპირებაა, მაგრამ
არანაირი დაპირისპირებას პირი არ უჩას. დაპირისპირება მაშინ არის, რომ მეორე მხარე რო იბრძოდეს. და ეს ღარიბაშვილი, ლილუაშვილი ესე დასაკავებით წყობებით წახარეს თავები და ხმას არ იღებენ. ისე ზოგი ციხეში შევიდა და ზოგი შინაპატიმრობაში ზის. ანუ ხა წინააღმდეგობას რო უწევდეს, ეგ როგორც ამბობენ, რომ აი კლანებს შორის დაპირისპირება. მაშინ იქნებოდა კლანებს შორის დაპირისპირება და ისინი ხა ხმას არ იღებენ და ეს დაპირისპირება კი ეს არის ერთი კონკრეტული ჯგუფის ხელში ხელისუფლების კონსოლიდირება ბოლომდე. ხო, ყობახიძის გუნდის ხელში. ხა ეს ბიზნესმენშულს ამდენად აწყობს, რატო გააკეთა ეს კიდე მეორე საკითხია, მაგრამ აქეთ მხარეს რა ხდება ხო მომდევნო ვილაპარაკოთ, ხო, ოპოზიციაზე. დღეს იმან თქვა, რა ქვია, ირაკლი ყობახიძემ, რომ ოპოზიციაო გაერთიანება თუ არ გაერთიანდებაო, რა მნიშვნელობა აქვს ნულების შეკრებითო, ხო, არაფერი არ გამოვაო. ხა ყობახიძე რომ და ხელისუფლება რომ დასის იმ ოპოზიციას, რომელიც გაანადგურა საკუთარი ხელით და მათი ლიდერები ციხეში ყავს ჩასმული. ეს შეიძლება თლად მორალური საქციელი არ არის, მაგრამ სიმართლის მარცვალი იმაში არის, რომ ოპოზიცია დღეს არის ძალიან სუსტი. იმაზე უფრო სუსტი, ვიდრე იყო 2024 წლის არჩევნებამდე. 2024 წლის არჩევნებამდე 4 ძლიერი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ჯგუფი მაინც არსებობდა. და დღეს ფაქტობრივად ხო, ყველა არის განადგურებული. ზოგმა თავი გაინადგურა, რაღაც არასწორი გადაწყვეტილებებით. ზოგი ხელისუფლებამ მოახერხა ამის გაკეთება იმით, რომ დაჭერილი ყავდა ციხეში შეხედა. მაგას ვერ დავიწყებ თუ იმიტომ რომ ერთი ლიდერის დაპატიმრება არ შეიძლება გამოიწვიოს პარტიის ლიკვიდაცია. უბრალოდ რაღაცა იცი რა ამ ლიდერების თავზე ახლა ახალი საქმეები ჩამოკიდეს და დაახლოებით როგორ სიტუაცია იცი რომ ციხიდან გამოხვალ და ახალი საქმე დაგხვდება დაკიდებული 15 წლიანი თუ 7 წლიანი 7-დან 15 წლამდე არის მუხლი უკან შეგაბრუნებენ და ამ სიტუაციაში ხა პოლიტიკის წარმოება ძალიან რთულია. ჩვენ ამ წელს გვინდოდა რომ გამოჩენილიყო რაღაც ახალი პოლიტიკური ძალები. რომ ამას მაინც გადაეტეხა, იმიტომ რომ ამ ძველ პოლიტიკურ ძალებს მართლა აქვს ეს პრობლემა. აქვს ეს პრობლემა ის რომ მათ მიმართ დიდი ნდობა არ აქვს მოსახლეობას და ამ დომის მოპოვება მათ ძალიან გაუჭირდა. და მომავალშიც გაუჭირდა. ალბათ ვეღარ შეძლება. თუმცა ყველაფერი შეიძლება 5 წლის მერე მოხდეს, მაგრამ ახლა ეს პრობლემაა. საბოლოო ჯამში არის დიდი გადალაგება ოპოზიციურ ველზე მოსახდენი. რომელსაც პირი არ ურჩანს. იმიტომ რომ ეს ხალხი ისევ ეს ერთი და იგივე ხალხი ლაპარაკობს ისევ გაერთიანებაზე და ეს გაერთიანება რაღაცა არ გამოდის. ან თუ გამოდის უფრო კონტრპროდუქტიული გამოდის, ხო, იმიტომ რომ ვიღაცას ნაცებია უნდა ვიღაცის უნდა ეს ხალხი ამბობს რომ აი რა დროს ნაცებია დაგვექცა ქვეყანა თავზე, ხო, შენ კი ფიქრობ ეგრე, მაგრამ ის მოსახლეობა არ ფიქრობს ეგრე. და უძახე ხა შენ 13 წელი რა დროს ნაცებიაო და კიდე 13 წელი გავა. და მე კიდე უძახია რა დროს ნაცებიაო, ხო და ამიტომ პოლიტიკაში მუშაობს პრინციპი როგორც ბიზნესში, ხო? მთავარი პრინციპი რა არის ბიზნესის? კლიენტი ყოველთვის მართალია. პოლიტიკაშიც ასე არის. ამომრჩეველი ყოველთვის მართალია. ის ამომრჩეველი ასეთია თუ ისეთია, შენ იმ ამომრჩეველის გული უნდა მოიგვა, ხა სხვა ამომრჩეველი არ აკყავს. სააკაშვილმა კი წავიდა სხვა ქვეყანაში, სხვა ამომრჩეველს ვიპოვიო უკრაინაშიო, მაგრამ იქაც 1% მიიღო თუ 2 საბოლოო ჯამში არჩევნებზე. ანუ შესაბამისად ეხა ამ ამომრჩეველს შე ვერ გამოცვლი. ვერც აღზრდი, ამომრჩევლის აღზრდა არ არსებობს. შესაბამისად, როგორც არის, მის მოთხოვნას და უპასუხო და ამომრჩევლის მოთხოვნა არის, რომ არ მინდა რა ეს ხალხი, რა ქვია, არ გადაუარა ამ ხალხს ამ ნაცების სიძულველი. ეხლა მოკალი და არ გადაუარა რა. ეს ნაცები ძალაზე არიან. რას ქვია არ გადაგიარათო? არ გადაუარათ და რა ვქნათ ეხლა და მოდი ეხლა კიდე 13 წელი ვეჭიდაოთ ამ ხალხს, რატო არ გადაგიარა? გადაგიარა. რატო არ არ უნდათ რა სიძულვილი ესე მარტივად არ გადადის. სიყვარული უფრო მარტივად ქრება ვიდრე სიძულვილი. სიყვარულის გადაგავა ხდება. სიყვარული გადაგივარო შეიძლება ადამიანს. სიძულვილი არ გადადის ამ ადამიანს. რა ქნა? მე შემიძლია პატარა ანალოგია გავავლო ისტორიული, საერთოდ ისტორიული ანალოგიები არასოდეს არ არის აბსოლუტურად ზუსტი, მაგრამ ზოგჯერ ტენდენციებს კარგად აჩვენებს. იგივე სიტუაცია იყო 90-იან წლებში გარკვეულწილად, როდესაც მაგალითად თლად იგივე არა, მაგრამ აი რა იყო ძალიან დიდი მასა ადამიანების ეგრეთ წოდებული ზვიადისტები, გამსახურდიას მომხრეები, რომელიც პრაქტიკულად არ მონაწილეობდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ძალიან მცირე ნაწილი იყო მაგ კონტინგენტის, ანუ გამსახურდიას მომხრეებისა, რომელიც ასე თუ ისე ჩართული იყვნენ, ისინიც კიდევ ჩართული იყვნენ როგორ, ასლან აბაშიძის ფრთის ქვეშ ზოგიერთი რაღაცა თავი დამოუკიდებლადაც, მაგრამ პრაქტიკულად ეს იყო ძალიან უმრავლესობა პრაქტიკულად მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მონაწილეობდა. და მაშინაც იყო ლაპარაკი, რომ შევარდნაძის ხელისუფლება განსაკუთრებით 90-იანების ბოლოს უკვე ისე იყო ეკონომიკურად და სოციალურად უკვე ისე მძიმე სიტუაცია იყო ქვეყანაში, რომ
ყველაფერს თავი დავანებოთ გვახსოვს ახლა პენსიებს ვერ იღებდა ხალხი ხელფასებს მიზერული ენერგოკრიზისი დენი არ იყო გაზი არ იყო გზებზე ვერ გაივლიდი და კრიმინალი და მთელი უბედურება და ყველა უკმაყოფილო იყო ხო ხალხი გისგავდა მაგრამ ვერ ხერხდებოდა ამათი კონსოლიდაცია იმიტომ რომ იქ ზვიადისტებს ახსოვდათ რომ აი თქვენ რო პუჩისტები იყავით და რომ ჩამოაგდეთ და სამეგრელო რომ რაღაცა გვაწიოკებდნენ მაშინ ხმას არ იღებდი ან პრეტენზიები ჰქონდათ ახლა ამათ ჰქონდათ ასე ვთქვა და მეორე ნაწილს პირიქით იმ ზვიადისტებთან არ უნდათ ყოფნა იმიტომ რომ იმათი რევანშის ეშინოდათ და ეს კარგ ხანს გრძელდებოდა მე მახსოვს 90-იან წლების დასაწყისშიც ბევრი ძალიან ცუდი ფაქტი მაგალითად გაზეთების დარბევა იბერია სპექტრი იყო ასეთი ზვიადისტების გაზეთი ახალგაზრდა შენ ამბობ ასე ზვიადისტების გაზეთი ხო ახალ ზვიადისტების ზვიადი საერთოდ ახალგაზრდა ის კომუნისტი რო იყო ის დახურა ხო არა იმ გაზეთი დახურა გაწოდა ამათ დარბიაზე ავტომატები დუარდებოდნენ სხვას მე მაგრამ ერთია რომ ცუდად ვინ იქცეოდა მაგრამ არავინ ხმას არ იღებდნენ ამაზე ხმას ანუ გამოკუმაგებისაც კი ეშინოდათ იმიტომ რომ რევანში არ მოხდეს იმის ანუ ისე იყო ეს ორი ხარე ერთმანეთს თითქოს ამათ შერიგება იყო შეუძლებელი მიხეილ სააკაშვილის ფიგურა 2003 წელში გამოდგა ის ფიგურა რომელმაც ეს ორივე ნაწილი გააერთიანა და იქ გაქანებული ზვიადისტი თქვათ ზვიადისტების ნაწილი იგივე თქვათ ზვიად ძიძიგური და ბიძინა გუჯაბიძე და სხვები რომლებიც ციხეში იჯდნენ და სიკვდილი ჰქონდათ მისჯილი დახვრეტა შევარდნა ძიძდროს ამ ხალხს თავის დროზე იყვნენ გამსახურდიას მომხრეები სხვები მაშინ აფსანძეც კიდე და სხვებიც მინისტრები ყოფილი ერთის ხრივ ესენი და მეორეს ხრივ ყოფილი მხედრიონელები და გოგა ხაინდრავა და ეგეთი ხალხი იდგა ერთად ეს რის ხებზე მოხდა ეს ეგ ეხა წარმოიდგენ ეხლა ვიცი ვეზუს ვერ წარმოიდგენ ეხლა ერთად თუ დადგებოდა იქ ხაინდრავასთან და რურვასთან თუ დადგებოდა იქ ზვიადზიზიგური ოდესმე ეს იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი მაგრამ დადგა იმიტომ დადგა რომ გამოინახა ახალი ფიგურა ახალი ადამიანი რომელიც არ დადგა ისინი დადგა სააკაშვილის გვერდით დიახ ანუ როგორც ეხა ივანიშვილმა ოპოზიცია ანუ ოპოზიცია ერთმაგიდასთან დავსვიო ანუ თვითონ კი ვერ დასხდა ერთმაგიდასთან ვიღაც კაცი გახდა საჭირო რომელიც მათ ერთმაგიდასთან დასვა ეხლა ეგეთი ადამიანი არ არის მათ ერთმაგიდასთან დასვა ავტორიტეტი არ არსებობს ეგეთი თუ მოინახა ეგეთი ადამიანი ის დასვა ის გააერთიანებს ამას თორე მასა როგორც მაშინ იყო უკმაყოფილო დღეს არანაკლებია თუ უფრო მეტი არა არანაკლებია სულ ვიმეორებ ამას ყველა გადაცემაში სადაც კი მეძლევა საშუალება თუნდაც რომ ავიღოთ მოცემულობად აი მინიმუმს ვიღებ მე დარწმუნებული ვარ გაცილებით მეტი არის პირადად მე 800,000 ადამიანი რომელმაც 2024 წლის არჩევნებში აი დადასტურებულად ვიცით ამათივე ცესკოს შედეგებით ხმა მისცა აი ამ ოპოზიციურ ძალას ასეთი არის 800,000-ზე მეტი 800,000 ადამიანი რო არის შენ თუ უკმაყოფილო შენ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმ პოლიტიკას ისეთ ხისტს ისეთ ფრონტალურ დაპირისპირების პოლიტიკას აწარმოებდე როგორცაც ეს ხელისუფლება აწარმოებს და იმის მერე თან კიდე გავიდა ერთი წელი და გავიდა ეს ერთი წელი და მხოლოდ გაიზარდა ეს უკმაყოფილება არავითარ შემთხვევაში შემცირებული არ იქნება იმის მერე გამოაცხადეს რომ ევროინტეგრაცია აღარ გვინდა დავამთავრეთ მანამდე ამბობენ რომ სანქციები არ იქნება და ეს ყველაფერს მოვაგვარებთ ახლა მაშინ არ იყო ჯერ კიდევ ასე ევროკავშირის და ბრიუსელის გინება ყოველ დღე და კოლეგებმა სხვადასხვა ერთსაც ვიტყვი კოლეგებმა სხვადასხვა ცხადყო რომ ეს არ არის დიდად პოპულარული მაინც მიუხედავად ასეთი აღვირახსნელი კამპანიის ანტიევროპულისა მხოლოდ აი ბოლო აი ორი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უნიშნელოდ არის შეცვლილი ასე ვთქვათ ეს ციფრი ანუ მომხრე კვლავ აბსოლუტური უმრავლესობა 80%-მდე თითქმის 78-79-ის ყველა გამოკითხვით მაინც არის ევროკავშირში შესვლის მომხრე. ასე რომ აქ ჭირდება ადამიანი, საჭიროა ლიდერის ასე ვთქვათ გამოკვეთა ამ პლანგიდან და ეს ამკაც კიდევ გვაიმეორებ ერთხელ ადრეც მაქვს ეს ნათქვამი თუ თავისით არ ჩანს უნდა იმუშაოს რაღაცა ჯგუფმა მაინც ასეთი ლიდერი გამოიკვეთოს რომელიც მეტნაკლებად ყველას იქნება მისაღები ანუ არ ექნება იქ არც თქვათ ნაცურ ნაწილს პრეტენზია მასთან დიდი და არც არანაცურ და ანტინაცურ ნაწილს ანუ ორივესთვის მისაღები უნდა იყოს და ეს ძველი ფიგურები ეგეთი უბრალოდ ვერ იქნებიან ვერც ერთი
იმიტომ რომ ყველას თავისი წარსული აქვს, ყველას თავისი შლეები, ეხლა მე შეიძლება ჩემ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა გქონდეს და სხვა თავის თავზე გქონდეს დიდი წარმოდგენა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი წარსული ასოცირებული ვართ გარკვეულ კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენებთან და ვერ ვიქნებით ახლა ეს გამაერთიანებლები რა იმ გაგებით, თორე გაერთიანება შეიძლება ყველანი ვიყოთ და ჩვენი როლიც ვიდამაშოთ, მაგრამ ვიღაცაა საჭირო, აი ეს ვიღაცა არის მოსაზრებით. სათქმელად ადვილია, მაგრამ ადვილია, მაგრამ ამ ხელისუფლებას ბევრ რამეში გაუმართლა. ერთი გაუმართლა იმაში, რომ ყავს ოპონენტად ნაც ყოფილი ხელისუფლება. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ აი წარმოვიდგინოთ, რომ ნაცები ვერ ხვდებიან, რატო არის ეს ახლა გამართლება ივანიშვილისთვის, რომ ისინი არიან მათი მთავარი ოპონენტი. და ნაცებს რო ეს აუხსნა, ხშირად მომყავს ხოლმე ეს მაგალითი. რომ აი წარმოვიდგინოთ, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მთავარი ოპოზიციური პარტია ყოფილიყო შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირი და ასთანაბაშიძის აღორძინება. ანუ კი არ დაშლილიყვნენ. ანუ სააკაშვილის არ გაუმართლა იმაში, რომ მოკავშირი და აი ისა აღორძინება დაიშალა და ახალი ოპოზიცია ყავდა, თორე წარმოვიდგინოთ ახლა რომ სააკაშვილის მთავარი ოპოზიცია ყოფილიყო ლევან მამალაძე, ვიტალი ხაზარაძე და რა ვიცი, იქეთ ჯემალ გოგიტიძე და ვიღაცეები რა. ხო წარმოვიდგინე ახლა ძრას ვერ უზამდი სააკაშვილს, ვინ მივიდოდა მათთვის მისცემდა. რა თქმა უნდა. ხო და ასე გასაგებია მე იმათ კი არ ვადარებ ეხლა ისე არ გაიგო ნაცება რომ ერთმანეთს ვადარებ მოკავშირე ნაციონალური მოძრაობა გასაგებია რომ სხვადასხვა პარტიებია და სხვადასხვა ისა აქვთ რა ქვია ისტორია მაგრამ აქ თავარია რომ ადამიანებს რაღაც ნაწილს ზულდა მოქალაქეთა კავშირი და რაღაც ნაწილს ეხლა ზულს ეს ნაციონალური მოძრაობა სწორად ზულს თუ არასწორად ზულს ფაქტია რომ ზულს რა ხელისუფლებაში ყოფილი პარტია მე ძალიან უჭირს ხოლმე საქართველოში უკან მობრუნება. ჯერ ასეთი პრეცედენტი არ ქონია. სომხეთშია დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს პაშინიანმა, ესე იგი პაშინიანი დამარცხდა ომში და ყარაბაღი დაკარგა სომხეთმა ეს ოკუპირებული ტერიტორიები აზერბაიჯანის დაკარგა. პრინციპში ეკლესიასაც დაუპირისპირდა ნიკოლა პაშინიანი, რუსეთსაც გარკვეულწილად დაპირისპირებულია რუსეთთანაც რაღაც და მიუხედავად ამისა, მაინც ინარჩუნებს ხელისუფლებას, ხო? და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, როგორც ექსპერტები ამბობენ, სომეხი ექსპერტები, არის ის, რომ მთავარი ოპონენტი მაინც არის წინა ხელისუფლება, იქაც. ანუ წინა ხელისუფლების ფაქტორი მოქმედებს იმდენად არაპოპულარულია ეს კოჩარიანი და ის წინა ხელისუფლება, რომ იმად დაბრუნებას ყველაფერი ურჩევნია ხალხს, რა. ამიტომ ეს წინა ხელისუფლების ფაქტორი სერიოზული ფაქტორია ყველგან, არა მარტო აქ. ჩვენთან ეს არა ვარ ჩვენ ახლა ძალიან ორიგინალურები ყველგან ასია მანამდე შესწორი ხარ იგივე ზვიადთანაც ეგეთ ზვიადთან ბოლოდ არ დასალდა იმიტომ რომ ის მოხდა გადატრიალება მოხდა თორე კომუნისტური პარტია კაქრა ზვიადის ანუ არც მასყოლია წინა ხელისუფლება ოპოზიცია პირიქით კომუნისტები პარლამენტში რო ყავდა ისინი ეუბნებოდნენ ჩვენ მოგეხმარებით გაცრაზე ლაპარაკი შენ როგორ გითხარი შემდეგში ჩევარდნაძესაც პრინციპში ზვიადისტები მაშინ ანუ გაბსახურდიას მომხრეები თვითონ პრაქტიკულად გადაჯერიყვნენ ფრონტალური დაპირისპირების მოდელში და ბოლოს საერთოდ განიდევნენ ისინი პოლიტიკური ასპარეზიდან პრაქტიკულად არ მონაწილეობდნენ ყველაფრის სრულ ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ ანუ ეხლა პირველად ავართ ეგრე რომ ყოფილი ხელისუფლებას პარტია და ამით რა თქმა უნდა ეს ხელისუფლება სარგებლობს მაგრამ თუ სიახლე გვინდა უნდა იყოს ახალი ფიგურა აქ ძველი ფიგურა ვერ გამოდგება ვერავინ და რა ვიცი ახლა ამდენი ხანია მიდის ეს საპროტესტო მოძრაობა და დროა ისე ამაზე იფიქრო ჩვენ გვაქვს რეკლამა მოდი რეკლამის შემდეგ გავაგრძელოთ ზრდობა უკვე სტუმართან ერთად ვალერი ჩეჩელაშვილი შემოგვიერთდება მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით ჩვენ შემოგვერთა სტუმარი ვალერი ჩეჩელაშვილი საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი მოგესალმებათ ვალერი და რაღაც ტექნიკური პრობლემა გვაქვს ბატონ ვალერისთან მანამდე ხო ისევ დათოსთან გადავალ მაშინ შეკითხვით სანამ ეს ტექნიკური პრობლემა მოგვარდება ისე მანამდე მოგესალმებით ბატონ ვალერი და ხო მე გადავალ თქვენთან როდესაც ეს ტექნიკური პრობლემა მოგვარდება ჩვენ ვაჯამებდით მე და ბატონ დავითი ამ წელს ნუ შიდა პოლიტიკის კუთხით შევაჯამეთ ძირითადად ეს წელი და ნუ ვილაპარაკეთ ხელისუფლებაზე, ოპოზიციაზე, იმაზე რომ რთულ ვითარებაში ვართ. ჩემთვის ყველაზე გულდასაწყვეტი რაც ამ წელს მოხდა არის ის რომ ფაქტობრივად ხელისუფლება მოახერხა და გადატეხა
ქართველი ხალხის რაღაცა ამ ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხები, ანუ თითქოს ევროკავშირი აქამდე და ევროინტეგრაცია ქართველი მოსახლეობის, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის იყო ხელშეუხებელი თემა. და დღეს უკვე აღარ არის. შაშან 28 ნოემბერს რა განწყობაც იყო და ხალხი რო გამოვარდა, როგორც კი ევროკავშირს შეეხო. კობახიძე ქუჩაში გამოვარდა გაბრაზებული ხალხი. დღეს უკვე ევროკავშირს ხანისი ამბურთები, ასე ანუ შეაჩვიეს ხალხი იმას, რომ და ყოველ დღე პროპაგანდა ამაზე მუშაობს. ყოველ დღე ამაზე მუშაობს, რომ ევროკავშირი ბრიუსელი მოსკოვისგან არაფრით განსხვავდება და საბჭოთა კავშირი და ასე შემდეგ და თითქოს ანუ აქამდე თუ ყველა ოპოზიცია, აქამდე ხო როგორი სიტუაცია იყო, რომ მოსახლეობას, ოპოზიციას და ხელისუფლებას სხვა საკითხებზე ჭამდნენ ერთმანეთს, მაგრამ ამ ერთ საკითხზე ორი მხარე ეუბნებოდა, რომ კი, ეს არის ერთადერთი გზა. და დღეს უკვე ამ ხალხმა დაინახა, რომ სადღაც არ არის ერთადერთი გზა, აგერ ახლა მათი ვისაც ხარს უჭერენ, ისინი დედასაგინებენ ყოველ დღე ევროკავშირს და ეს გადაწყდა ჩემი აზრით. ხო და თუ არ მეთანხმებ, მაგრამ თქვენამდე მეთანხმებ. დღეს რო გაეკეთებინა უკვე. წასაც ვიტყვი და მე დავუთმობ. და აი კვლევებზე აქ არაფერს ვაში არ არის. კვლევებში კი იმიტომ ამოდის ისე 80%, რომ ქართულებზე ოფიციალურად ჯერ კიდევ ამბობს, რომ მე 2030-ში ევროკავშირში შევა. და შესაბამისად მათი მომხრეებით ევროკავშირი გვინდაო იძახიან. ეს რო შეცვალოს, ეკოებით შეისვა, მაგრამ მე რა ისეთ გამია, იცი რომ აი წელს რო წლევანდელ 28 ნოემბერს რო გაეკეთებინა კობახიძეს ის განცხადება, რა ჩაშან გააკეთა. ის რეაქცია არ მოყვებოდა დარწმუნებულია რა ჩაშან მოყვა. თქვენ რას ფიქრობთ? მე ორი სიტყვას მეც ვიტყვი, იმიტომ რომ მე ასე არ მგონია, მე მგონია რომ თავიდანვე საერთოდ როდესაც იყო ლაპარაკი რომ ევროკავშირის ხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა და კვლევებში დღემდე ასე ამოდის, არ არის დიდი ვარდნა შემცირების თვალსაზრისით. იქ არის ორი ნაწილი, ასე ვთქვათ, ორგვარი ტიპის ადამიანებია. ის ნაწილი, რომლისთვისაც ევროკავშირი უპირველეს ყოვლისა ღირებულებითი ერთობა, ასე ვთქვათ, შეხედა აი ადამიანის უფლებები, დემოკრატია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აი უფრო ამ ღირებულებითი ნაწილია და იზიარებენ ამ ღირებულებით ნაწილს, ტოლერანტობა, მრავალფეროვნება. ეს იყო აი მთლიანი მასის მხოლოდ ერთი ნახევარი დაახლოებით. მეორე ნახევარი იგივე კვლევებში. ძირითადად ევროკავშირის შესვლის მომხრე იყო არა იმიტომ, რომ ღირებულებითად იზიარებდა იმას, არამედ იმიტომ, რომ მატერიალური სიკეთესელის ევროკავშირისგან. და ასეთი ჯერ კიდევ ბევრი არიან. ეს ხალხი ასეთია, მათთვის ევროკავშირი ხა ის ღირებულებით დიდ ერთობას არ წარმოადგენს ორიენტირს, მაგრამ უიცის, რომ რუსეთში წასულ სიარულს ჯობია პარიზში იაროს და ბერლინში და იქ შეიძინოს რაღაც საკონელი. აი ეს მომენტია. არა, გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანებს იმას კი არ ეუბნებიან. ნახე, როცა შენ ეუბნები საქართველოს მოსახლეობას გამოკითხვის დროს ევროკავშირი გინდა? ეს გამოკითხვა ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მაღალი შედეგი არის, ეს არის როცა ეუბნები რომ ევროკავშირი გინდა, კი მინდა, არ მინდა, კარგი ევროპას შემდეგ, მაგრამ ქართულოცემ როგორ დაუყენა საკითხი ნახე, რომ ევროკავშირი გვართვებს სუვერენიტეტს, ევროკავშირი ჩვენ საქმეებში ერევა და პლუს დაუყენა რომ ევროკავშირისკენ და ნატოსკენ სწრაფის გამო რუსეთი ომს დაგვიწყებს. შენ თუ ამ ადამიანს კითხვას დაუსვამ, ეხლა ევროკავშირი მაინც გინდა თუ რუსეთი ომს დაგვიწყებს, მაშინ სხვა პასუხს გაგცემ. არა, ეს ახლა ეგ არის წმინდა პროპაგანდისტული ამბები. არა, ეგ არ არის, არ შეცვლილა განწყობა მიუხედავად ამისა. გასაგებია, თორე დრო აღარ დარჩება ბატონალებს, მოკლედ მე დრო არ აქვს. მე სიამოვნებით უსმენ თქვენ მსჯელობას, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ აი ეს არის ორი ჯგუფი დიდი ჩვენ საზოგადოებაში, რომელიც ემხრობა ევროკავშირს, როგორც ბრძანა ბატონ ზურაბმა, ესე იგი პირველი ნაწილი ის, რომელმაც გაითავისა ევროპის ღირებულებათა, ფასეულობათა სისტემა და ღირებულებების და ძირითადად ეს არიან ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც იმის წყალობით, რომ ჩვენ გვაქვს იაფი რეისები ევროპის დედაქალაქებში და ხელმისაწვდომია იქ ჩასვლა, არც ძვირია იქ ბინის დაქირავება და ასე შემდეგ. ბევრი ახალგაზრდა ეზიარა ევროპას, ძალიან კარგად დაინახა საკუთარი გამოცდილებით, თუ რა არის ევროპა, რა სტანდარტებს თავაზობს ის თავის მოქალაქეებს და ასე ვთქვათ, ასევე სტუმრებს და ასე შემდეგ და მეორე არის ის, რომ ევროპასთან აკავშირებს თავის კეთილდღეობას. ნუ დავივიწყებთ, რომ ძალიან სერიოზული თანხები მოედინება ევროპიდან. ნუ საერთოდ ესე იგი შემოდინება არის დაახლოებით 3.5 მილიარდი დოლარი, აქედან უმეტესი წილი მოდის ევროპიდან, თუმცა პირველ ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები და მესამეზე რუსეთი, მაგრამ რუსეთის წილი კლებულობს, იტალია არის
ძალიან დიდი შემომტანი თანხის, მერე საბერძნეთი და ამერიკაც შეგვიძლია მივიღოთ როგორც დასავლური ქვეყნების, ასე ვთქვათ, სივრცის კომპონენტი, ხო? ეხლა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან მკაცრი კანონები მიიღო ბოლო პერიოდში ქართულმა ოცნებამ. ანუ ტროტუარზე დგომაც უკვე კრიმინალს უტელდება და პრინციპში აი ეს აქტიური პროტესტი, ბატონო, თქვენ რაზეც საუბრობდით, რაც იყო 28 ნოემბერს. ხო, 28 ნოემბერს ჩვენ სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით. ეხლა არის გაცილებით უფრო მკაცრი რეჟიმი დამყარებული საქართველოს და შესაბამისად აქტიური გამოხატვა თავისი პროტესტის მაინც და მაინც ეხლა ბევრ ხალხს არ უნდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სიმპათიები ევროკავშირის მიმართ დაიკარგა. ყოველ შემთხვევაში ბუნება სიცარიელეს ვერ იტანს და მე ვერ ვხედავ ვერანაირ წინაპირობას, რომ რაღაცამ ჩაანაცვლოს ევროკავშირის მიმართ ეს სიმპათიები. რუსეთი ამას ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს, იმიტომ რომ მიუხედავად გაუთავებელი ამ პოზიტიური გზავნილებისა ქართული ოცნების, რომ ჩვენ გვინდა ახალი ურთიერთობები, ახალი ფურცლიდან, რომ ჩვენ თავში ძალა უნდა ვნახოთ, რომ ბოდიში მოვიხადოთ და ასე შემდეგ. იქიდან გვესმის ძალიან ხისტი, ასე ვთქვათ, უხეში დამიწების განცხადებები, რომ დაივიწყეთ ამაზე საუბარი, ეს ეშმაკისებური საუბრებია, რომ გადავთარგმნო და ეს ძალიან აფხიზნებს მოსახლეობას. ანუ თეორიულადაც იმათაც ვისაც უნდათ რუსეთთან რაღაც სიმპათიების გამოვლენა, ამის საშუალებას თვითონ რუსეთი არ აძლევს. ამიტომ ეს უფრო ლატენტური გახდა ეს სიმპათიები ევროკავშირის მიმართ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში არის ეს ევროკავშირის სიმპათიის მუხტი სერიოზულად შენარჩუნებული. თან პატარას დავამატებდი ეს მომენტიც თამაშობს, რომ ბევრი მაგალითად იგივე ოცნების ამორჩევლიდან ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით იმ illuziით იკვებება, რომ იცით რა, ეს ანუ ესენი ახლა ევროპას რო აგინებენ, ეს ასია საჭირო. იქ ვიღაცა ცუდი კარიაკალასი და ცუდია კალასი და პროპაგანდა. ეგენი წავლენ მერე ჩვენი ევროპელები მოვლენ და ჩვენ ისევ კარგად ვიქნებით ევროპას. ზოგი ასეთ illuziებში ახლა. ამიტომ აქ ამ პროპაგანდაზე და მithumetes მე მასწორი თქვა მე მგონია ეს ომთან დაკავშირებითაც ამაზე საჭიროა კონტრპროპაგანდა. ლაპარაკია საჭიროა ჩემი აზრით ცოტა და ხანდისხან არის საჭირო ძალიან მარტივი ახსნები. ხო, აი მაგალითად ბატონმა შალვა პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ რაც ხიშტით მოახერხეს ბოლშევიკებმა 21 წელს და დაიპყრეს საქართველო, ეხლა სიტყვით დაპყრობა საქართველოსი უნდა ევროკავშირსა. ანუ პრაქტიკულად ტოლობის ნიშანი დასვა ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის. ანუ აქ ამ ორ გაერთიანებას, ესე იგი, სიტყვა კავშირი აერთიანებს, ხოლო საბჭოთა კავშირი იყო არც საბჭოთა, არც სოციალისტური, არც რესპუბლიკების და არც კავშირი. ეს იყო ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელიც იმართებოდა 15 პოლიტბიუროს წევრის მიერ ძალიან მკაცრი ვერტიკალით და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ნამდვილ სუვერენიტეტზე, ამ ნამდვილ სუვერენიტეტს განსაკუთრებით კომპაქტურ ქვეყნებს, ამ სუვერენიტეტის პირობებს უქმნის ზუსტად რომ ევროკავშირი. იმიტომ რომ ძირითად ინსტიტუტებში, რაც არის ევროპული საბჭო და ევროკომისია, არიან წარმოდგენილი ყველა 27-ვე ქვეყანა თან თანაბარი პირობებით. და ისევე როგორც შეუძლია რაღაც საკითხის დაბლოკვა. მაგალითად, ხო, ანუ ეს თქვენ გესმით, ჩვენ გვესმის რა, მოსახლეობას ხო და ამიტომ ვამბობ ჩვენ მე და თქვენ რო ეს გვესმის, ხო? ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ბევრმა ადამიანმა უკვე აღარც იცის და ძალიან კარგი აღარც ახსოვს რა იყო საბჭოთა კავშირი. მაგრამ აი ევროკავშირის პარალელები რო გავავლოთ, აი წარმოიდგინეთ, რომ საბჭოთა კავშირის 15 რესპუბლიკას ყავდა თანაბარი წარმომადგენელი რაღაც ორგანოში, რომელიც კონსენსუსის წესით წყვეტდა საბჭოთა კავშირის საკითხებს, დიდ თუ პატარას, ხო? აი ეს არის ახლა უხეშად ძალიან რო ვთქვათ ევროკავშირი და ახლა ტოლობის ნიშნის დასმა და იმაზე საუბარი, რომ ევროკავშირი ჩამოცილდა თავის ფასეულობებს, რომ ის არის დაპყრობილი, ასე ვთქვათ, deep state-ით და გლობალური ომის პარტიით და ასე შემდეგ. ნუ ახლა ეს მომზადებელ აუდიტორიაზე შეიძლება ამან იმოქმედოს, მაგრამ ნუ ევროპელებს ეს სასაცილოთაც არ ყოფნით და ამიტომ თუ აქცევ ყურადღებას ამ კამათში ქართულ ოცნებასთან არც კი შედიან. უბრალოდ აკეთებენ დასკვნებს, რომ ამ ხალხთან, რომელიც არის მატარებელი ამისთან ნარატივების, ლაპარაკსაც არ აქვს აზრი. ამიტომ არ ჩამოდის ჩვენთან არც
მარია კალასი ვთქვი. მე სხვა სახელები ვიცი კიდევ. არც კაია კალასი არ ჩამოდის, არც მარტა კოსი არ ჩამოდის. ხო? მიუხედავად იმისა, რომ ამ სამი სამხრეთ კავკასიის ქვეყნიდან მარტო ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა და ორი დანარჩენი არა. იმ დანარჩენში ჩადიან, იმიტომ რომ ხედავენ პერსპექტივას და საუბრების აზრს ერევანთან და ბაქოსთან და ჩვენთან არ ჩამოდიან. ხო? ანუ მთლიანად არის და ეს არის საგარეო პოლიტიკის ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე მეტად ნეგატიური შედეგი. ჩაჩეხვა კომუნიკაციის არხების ყველანაირის ევროკავშირთან და სხვათა შორის ამერიკელებთანაც. კი ბატონო, და უფრო ფაქტურად აღარ გვაქვს და ერთი წუთით რო შემიჯამოთ, მომავალ წელს რას ელოდებით? საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების მთავარი ამოცანა იქნება ორ ჭრილში. პირველი ესა საერთაშორისო იზოლაციის გარღვევა და მეორე ეს მოხდეს იმ პირობებით, რომ არაფერი გარედან არ დაემუქროს მათ მონოპოლიას ხელისუფლებაზე. ეხლა ამას მე ვფიქრობ, შეეცდებიან ამერიკელებთან ურთიერთობების გამოსწორებით, იმიტომ რომ ეხლა ამერიკელები განსაკუთრებით ეს გამოჩნდა ის ბოლო სტრატეგიული უსაფრთხოების დოკუმენტში კონვენციულ დიპლომატიას ეტერფიან, როგორც აი ეს გამოთქმა ცნობილი ტრამპის ასე ვთქვათ დილ, ანუ გარიგება, ხო? ტრამპის სულ გარიგებებზე საუბრობს, ამიტომ ამ გარიგებებს ხანდისხან ახორციელებს ხოლმე ფასეულობების დაკნინების ხარჯზე. მაგალითად, მისი კონტაქტები იგივე ბელორუსიასთან და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, ქართული ოცნება შეეცდება გახდეს იმ ქვეყნების კლუბის წევრი, რომლებიც არიან კონცენტრირებული ამერიკასთან ურთიერთობაზე. მაგალითად, იგივე სლოვაკეთი, უნგრეთი და ასე შემდეგ. და ამით ერთის მხრივ უზრუნველყო მან ამ ახალი ურთიერთობების დამყარება დასავლეთთან და კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ამის იმედი ჯერ გადაწურული არ აქვს. და მეორე აი განახორციელონ ეს გარღვევა საერთაშორისო იზოლაციაში. როგორც ამას რო ვამბობ, ებსურათაც არ ნიშნავს, რომ ამერიკელებთან ეს გამოუვათ. ეს უკვე მეორე თემა. მაგრამ ცდელობა ეს არის, ევროპელებზე საერთოდ აქვთ დახურული, საერთოდ თანამშრომლობის არხი. რატო ეხლა? იმიტომ რომ ევროპა არის ერთიანობა ინსტიტუციონალური, ელექტორალური დემოკრატიების, რომლებიც კატეგორიულად არ ცნობენ ამ თავარ და არ იღებენ, არ ეთანხმებიან ამ თავარ თეზის ქართული ოცნების, რომ მე ვიქნები უპირობოდ ხელისუფლებაში. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს საპატიო თავმჯდომარის გამონათქვა, ხო გესმით კარგად, რომ 24 წელიწადში უფრო მეტის გაკეთება შეიძლება ვიდრე 12 წელიწადში, ხო? ამას ევროპელები ვერ გაიგებენ ვერასდროს. ამიტომ ევროპა დროებით დახურულია, ამერიკასთან ცდილობენ რაღაც გაკეთებას. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. ვალერი ჩეჩელაშვილი იყო ჩვენი სტუმრები. სტუმარი მე გეფშვიდობებით. კვირამდე კვირას 20 საათზე შევხვდებით გადაცემით პოლიტქალაქი.